ზვარის მეჩეთის შენობა, რომელსაც 2 საუკუნის ისტორია აქვს, აღდგენის პროცესშია. ამ ეტაპზე საკულტო ნაგებობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მანამდე კი გამოიცვალა საყრდენი ბოძები. რეაბილიტაცია ტარდება ინტერიერშიც. ნაგებობის შიდა სივრცეში უკვე შეიცვალა იატაკის და ჭერის ფრაგმენტები. სპეციალისტების განცხადებით, პროექტის მიზანია ავთენტური სახით შეინარჩუნონ როგორც ხის ორნამენტების სტრუქტურა, ასევე მისი ფერებიც. ეს მეჩეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადად ქართული ტრადიციული კულტურის შემონახულობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ განსაკუთრებით ღირებული ეს ორნამენტული მოტივები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რაც დამახასიათებელია აჭარის მეჩეთებისათვის, აქაც თვალნათლივ არის წარმოდგენილი. მაგალითად, საინტერესოა ის, რომ ვარდულები ყველა ცხრაფურცლოვანი ეს ერთგვარ შაბლონზე მიუთითებს, ბროწეულის გამოსახვა, მაგალითად ეს თითქმის ყველა ორნამენტში იკვეთება აქ და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ელემენტი, მაგალითად ბროწეულის ელემენტი ქართულ ჩუქურთმაში ძალიან ტრადიციულია და ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები არის. სპეციალისტების აზრით, განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია ორნამენტული დეკორი და მისი ხეზე-კვეთის მრავალფეროვნება. ნაგებობის ინტერიერში არის როგორც ნაკვეთი, ასევე ჩაჭრით შესრულებული და აწყობით მიღებული ორნამენტები. წლებია ისტორიული მეჩეთების სავალალო მდგომარეობაშია. ღმერთს მადლობა კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით დასრულდა ძენწმანის მეჩეთზე სრულად სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასასრულს უახლოვდება ზვარის ისტორიულ მეჩეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საშვილიშვილო ისტორიული საქმე. ეს არის ჩვენი ისტორიული კულტურული სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა და ჩვენი ვალდებულება არის, რომ დავიცვათ ისინი, რეაბილიტაციას ჩაუტაროთ, მოუვაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ. სარეაბილიტაციო პროექტებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს. მათი ინფორმაციით, წელსვე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელიც ბათუმსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საკულტო ნაგებობების რეკონსტრუქცია აღდგენას გულისხმობს. ქედის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ძენწმანში და სოფელ ზვარეში არსებული მეჩეთების რეაბილიტაცია დაიწყო გასულ წელს. პირველი ეტაპისათვის დასრულდა სოფელ ძენწმანში არსებული მეჩეთის რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარე წელს დაიწყო სოფელ ზვარეში არსებული მეჩეთის რეაბილიტაცია, რომელიც მესამე კვარტალის პირველ ნახევარში უკვე სამუშაოები სრულად დასრულდება. რაც შეეხება სირთულეებს და ვადის გადაწევას პირდაპირ კავშირშია კლიმატურ პირობებთან. საომავლო გეგმებს რაც შეეხება მიმდინარე წელს გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კერძოდ ხულოს მუნიციპალიტეტში გეგმავთ ღორჯომის მეჩეთის გამაგრების სამუშაოების პროექტის შესყიდვას და უკვე რეალურად ვართ შესყიდვის პროცედურების ეტაპზე. აღნიშნული მეჩეთი გახლავთ საუკუნოვანი ისტორიის და საუკუნოზე მეტი ხნის. ასევე მიმდინარე წელსვე გეგმავთ საციხურის დამწვარი ჯამის სრულ აღდგენას. ზვარის მეჩეთამდე რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ძენწმანის მეჩეთს. ორივე პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ჯამში 611,000 ლარით დაფინანსდა.